მოგესალმებით მეგობრებო, დავუბრუნდით ისევ Marvel-ის სამყაროში, Marvel Legendary-ის ახალი დამატება, რომელიც ეძღვნება Weapon X. ეს არის პროგრამა, რომლის შედეგადაც სამყაროში გამოჩნდა Wolverine და სხვა დამატებითი პერსონაჟები, როგორც არის Sabretooth, Phantom X, X-23, Omega Red და მოკლედ ძალიან ბევრი პერსონაჟი Marvel-ის სამყაროდან, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილი და პოპულარული Wolverine-ია და მოკლედ მის ირგვლივ მიმდინარეობს ამ შემთხვევაში. ყველაფერი ამ კორპორაციის ირგვლივ არის აწყობილი ეს დამატება და Wolverine-ზე და სხვა ამ პროგრამის ნაწარმოები პროდუქცია არის მოკლედ მთელი ეს კამპანია. ამ შემთხვევაში ჩვენ თამაშს მოყვა 3 მასტერმაინდი და პირველი მათგანი ავირჩიეთ ყოფილიყო Sabretooth. 8 სიცოცხლე აქვს, 6 victory points გვაძლევს და Sabretooth Berserks once for each savagery stacked here. ყოველთვის გამჟღავნებს Berserkerებს და Master Strike-ზე stack this strike next to the Sabretooth as a savagery. Each player KOs one of their heroes that costs more than the number of savageries. Any player that cannot do so gains a wound instead. ხო, მოკლედ, რამდენი savagery-იც აქვს, იმდენჯერ Berserkers-ო Sabretooth-ი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ჩვენ დავარტყამთ სავარაუდოდ Sabretooth-ს იმდენ Berserkers გააკეთებს დარტყმამდე, რამდენი savagery-ს ექნება მის წინ და ყოველ Master Strike-ის სამოსვლაზე ერთი savagery დაიდება და ჩვენ ერთით მეტი ღირებულების მქონე გმირი უნდა დავაქეიოთ. რა თქმა უნდა, ცუდია და თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ოღონდ ვერ გავაკეთებთ და არჩევანი ჩვენი არ არის, ავიღებთ wounds. თუ ვერ დავამარცხებთ Sabretooth-ის Berserk-ის შედეგად მას, ანუ თუ დავაფეილებთ, უნდა დავაქეიოთ ერთი non-grey hero, რომელიც დაადისკარდა Sabretooth-მა თავის Berserk-ების დროსო. Berserk-ი არის keyword-ი, რომელიც, პრინციპში ჩვენ უკვე ვიცით, იმიტომ რომ ბევრ გმირს ჰქონდა აქამდე, X-Men-ებიდან მოყოლებული და სხვა სეტაპში შეხვდა. Berserk-ი ნიშნავს, რომ შენი დასტის ზემოდან ბარათებს აგდებ, რამდენი Berserk-ი წაწერია იმდენს და რამდენი პრინტით და დაპრინტული დარტყმაც არის, იმდენ დარტყმას იმატებ შენ და ვილენების შემთხვევაში იგენერატ მუშაობს შენ დასთან აგდებს ზევიდან ბარათებს და რამდენი ეგრეთ სამოვა იმდენ სიახლეს იმატებს. ასე რომ საკმაოდ ცუდი ტიპი არის Sabretooth-ი. ხოლო რაც შეეხება Skim Twist, ეს არის go after heroes loved ones, თუ ფილმები და კომიქსები ვიცით, Sabretooth უყვარს ლოგანის შეყვარებულებზე ნადირობა, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ მისთვის საყვარელ ადამიანებს ნადირობა. Skim-ი გვეუბნება, რომ დამატებით გმირი უნდა დავამატოთ და როგორც ხედავთ 6 გმირი არის ახლა მოცემული აქვს, ზემოთ ჩამოყრილი. აქედან 4 არის ამ დასტის, ამ სეტის, 1 არის X-23 და კიდე 1 დავამატეთ Deadpool-ი. ეს არის 6 გმირი არის და 10 twist-ია თამაში ჩაჭეხილი, დასტაში, ვილენ დასტაში და ასევე გვეუბნება სქემა, რომ ყველაზე ცირაღილებულები ბარათი თითო გმირის ბარათებიდან უნდა ამოგვეღო და მათ უკვე უნდა დაგვედო 2 ბაისტენდერი სახეზე მოც და ეს ბაისტენდერები არიან მოკლედ ამ გმირების loved ones, ადამიანები რომელიც მათ უყვართ და twist-ზე 1-დან 6-მდე KO the hero in the rightmost case. და შემდეგ იმ გმირის, ანუ შესაბამისი გმირის ერთ-ერთ loved ones-ას მივაყოლებთ Z. თითოეული მოთამაშე უნდა გადააგდოს ბარათი, რომელიც მას უკავია ხელში, ანუ თუ შეესაბამება შესაბამის გმირს, რომელიც დაქეიობდა და ადისკარდოს და თუ დაადისკარდებო, მაშინ Berserk-ი შეგიძლია გააკეთო. ისე თუ მოხდა რომ ყველა loved one-ი გაექცა, ასე ვთქვათ, თუ მოუკრა ყველა loved one-ი Sabretooth-მა, ყველა იმ გმირის ბარათი დაქეიოვდება დასტიდან, HQ-დან და ყველაფრიდან საერთოდ. მეშვიდე და მე-11-ის twist-ების ჩათვლით 2 მაგი უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, 2-ჯერ უნდა მოგვიწევთ ამ ყველაფრის გაკეთება და მე თუ ამოიწურა მოკლედ თელი დასტა წავაგეთ თამაში. Keyword-ები, რაც თამაში არის, ეს არის Berserk-ი, ეს უკვე თქვით, Berserk-ების თქვით და ერთადერთი რაც დამატებით არის Weapon X sequence არის ახალი keyword-ი, რომელიც გვეუბნება, რომ შენ ხელში მიმდევრობით რამდენი ბარათიც გაქვს, ის არის შენი დარტყმა. მოკლედ, ანუ მაგალითად, რამდენი ღირებულები ბარათიც გაქვს, თქვათ 1-ან 2-ან 3-ან თუ გაქვს, შესაბამისად 3 დარტყმა დაგემატება და ასე შემდეგ.
ერთადაგივე ციფრები არ მეორდება, ანუ აზრი არ აქვს და იგივენაირად მუშაობს NM-ის weapon sequence, ოღონდ HQ-ში დალაგებული გმირების ღირებულებაზე არის ეგ ყველაფერი გადატანილი და ერთ დამატებით არის enraging wounds, რომელიც არის ვუნდების ახალი სახეობა, რომელიც ჩაჩეხილია ვუნდებში და რომლებიც, შეიძლება ითქვას შედარებით უფრო კაი ვუნდებია ჩვენთვის, თუმცა ნახოთ რამდენად კაი არის თამაშის განმავლობაში. ეს არის X23, პირველი წითელი ბრატი 6 ღირებულების Bioengineered Assassin, Berserk აქვს, ორი შეტევა აქვს პლუსით, Berserk X-Gene ყვითელი ბრატია, you may KO a card from your hand or discard pile. X-Gene არის keyword-ი, რომელიც გვეუბნება, რომ თუ შენ discard-ში გაქვს ყვითელი ბრატი, მაშინ გააკეთებ ამასო. უბრალოდ ეგ არის 1. Mero არის ახალი ამ სეტის დამატების ბრატი, Hyper Adaptive Skeleton. მწვანე ბრატია, ორი ღირებულების, ერთი შეტევა და ერთი რეკრუტი. For all of your heroes' Berserk abilities, this turn you get the Berserk cards printed recruits just like you get their printed attack. ანუ და მწვანე ბრატზე Berserk აქვს. ესე ეს ნიშნავს, რომ რასაც Berserk-ებო ამ სვლაზეო, იმათი რეკრუტი მიიღე ისე როგორც მიიღებდი შეტევასო. Okay. Weapon X-ის, ანუ Wolverine-ის, ოღონდ Weapon X-ის ვერსიის რეალ ბრატი ამოვიდა, მე ვთვლები 6 ღირებულება აქვს მართალია. და Escaped Weapon X Lab, ყვითელი ბრატია, 3 შეტევა პლუსით, Weapon X sequence-ია და ყვითელ ბრატზე, თუნდაც თამაშები გაქვს. You may reveal cards from the wound deck until you reveal the enraging wound. Gain that enraging wound to your hand, put the other revealed cards back to the bottom. If you gain a wound this way, Berserk. ანუ Berserk-ს იმატებ. სასწაული განსაკუთრებული არაფერი. აი, შემდეგი არის 5 ღირებულებიანი იგივე Weapon X-ი, ტექბარათია შავი, ანუ ორი შეტევა აქვს. To play this, you must put another card from your hand on top of your deck. Okay? და Weapon X sequence-ი აქვს. და ბოლო არის Weapon H-ი, Slice and Smash, მწვანე ბრატი, 5 ღირებულებიანი, ორი შეტევას პლუს გაძლევს, Berserk-ი აქვს და მწვანე ბრატზე you may KO the cards you berserked. Weapon H არის სულად ახალი ტიპი, ყოველთვის ჩემთვის მე დიდად არ ვიცნობ. ეს არის იგივე პროგრამის მიერ შექმნილი პერსონაჟი, რომელსაც აქვს Wolverine-ის და Hulk-ის DNA გადასმული ერთმანეთს და როგორც ხედავთ, Hulk-ია, რომელსაც ბრჭყალები აქვს და კიდე რაღაცა მუდროებია გამოსული ზევიდან. კარგი. ვილენებიდან შემოდის ბრატი, რომელიც არის Henchman-ი Sapien ლიგიდან, ეს არის X-Men-ების დამატების X-Men-ის დიდი ყუთის Henchman-ი. 3 შეტევა აქვს თავისთავად, fights-ը KO one of your heroes, then reveal the top card of the villain deck if it is a Henchman villain, play it. რაც ესე კაი როჟა. მოგეთ 3 რეკრუტი მაქვს. და 3 შეტევა, 3 რეკრუტად მე შევიძენ Amberos, Meros. და 3 დავამარცხებ ამ Henchman-ს, რომელიც მე უნდა დააქეიო ერთი შენი გმირიო, ალბათ შეტევას დავაქეიოებ, მაგრამ არა, რეკრუტს დავაქეიოებ, სავარაუდოდ. თუმცა რა ვიცი, აქ ამ დასტაში ყველა უფრო მეტი შეტევები არსებობს. ამიტომ მოდი შეტევას დავაქეიოებ ამჯერად. და ნახავ ზედაბარად Henchman-ია და Henchman-ი შემოდის როგორც გითხა Sapien-მა Hellfire კულტიდან, fights-ը reveal the top card of your deck if it costs 0, KO it, otherwise you get +1 recruit. Okay. ახალი შემოვიდა Evolving Abilities, Weapon H-ია, ყვითელი ბრატი, 4 ღირებულება აქვს და გაძლევს 2 შეტევას და 0 recruits. You may have this card make all recruit instead of attack, including ability below. ყვითელზე პლუსით შეტევას გაძლევს. ანუ ჩავთვალეო, რომ ამ კარტსო რა დატმაც აქვს, სანაცვლოდ შეგიძლია რეკრუტი გახადო რა. კი ბატონო, და შენიშნული არის შემოდის ახალი, ეს არის Feral, ეს არის Villain-ი ამ დასიდან, ამ სეტიდან, Berserker-ების წარმომადგენელი, ყვითელი ტიპია, როგორც ხედავთ, შეიძლება გმინდა გადაიქცეს, Berserk-ი აქვს, fights-ը choose a player to gain this hero, fails-ը KO one gray hero from your discard pile. Escapes-ը each player discards a non-gray hero. Სამ შეტევა აქვს და იდეაში ახლა თუ მოკლავ, სამ შეტევა თუ ამოგივიდა, გაგიმართლა, წაიყვან კიდევაც, იმიტომ რომ ორ Berserk-ს გააკეთებს და ორივე რეკრუტი გექნება შენ.
მე ვაკ 4 რეკრუტი და 2 შედება. ძალიან ცუდი. Weapon H-ი აიღე. და რა დამარცხა შენიშნა მორჩა შემოვიდა ყვითელი Weapon X-ი violent conditions. სამიღრებულება ორი შეტევა you may gain a wound if you do berserk. კარგი, შემოდის ისევ Sapien League-ი. 5 რეკრუტი და 1 შეტევა. გადაივსება იქ. ავიღებ Phoenix. ანუ ეს წვანა აღებული ხო და მწვანეზე არა ამას არა ვაკასავებ მაშინ. რომ წვანა ჯიდება მე და ეს შემოვიდა შემდეგი ეს გახლავთ Weapon X-ის Wolverine 4 ღირებულება ყვითებათი ორი შეტევა Berserk-ზე Berserk-ი და ყვითება რაც იმე KO a wound from your hand or discard pile if you do Berserk again. კარგი, შემდეგი შემოდის ეს არის Wild Child-ი Villain Berserker-ებიდან Berserk-ის 3 Berserk-ი აქვს. Fight a KO one of the cards you berserk this way that costs 0. Face a KO card discarded by a wild child's berserking that costs 1 or more. Ooh. ამას ვიყიდი. 4 რეკრუტი და 2 შეტევა ჰქონდა. აი, ისევ ამოვიდა Regeneration. აქ ამოვიდა ისე Sapien League-ი. ყველას Berserk-ი აქვს, შეგახსენებ მაინც? ყველა არა. 2 შეტევა, 2 რეკრუტი. ეხლა მე დასტაში მაქვს მარტო 1 შეტევა რეალურად. მაქსიმუმ ამას აუვა 1 ძევით სიცოცხლე. ამასაც 1 ძევით აუვა სიცოცხლე. მე მაქვს 2 შეტევა, პლუს 2, 5 შეტევა გამომდის და 1 Berserk-ი შემიძლია გავაკეთო. აჰა, 1 Berserk-ი გავაკეთე, რომელიც არაფერი არა. ეხა შემილია ერთ-ერთი მოკლა. 5 შეტევა მაქვს. მე გიჩვენა რომ ეს მოკლა იმიტომ რომ Heroes-აც იღებ. არა, ყვითელ Heroes ვიდა, რომელიც ბევრი არაფერი შეჭირდება. მე მჭირდება, ამიტომ მაშინ მე ავიღე. ხო, მაგიტომ ფიქრობ რომ ამას მოკლა. Wild Child აგერ. რომელიც 3 Berserk-ს აკეთებიებს. 1, 2 და 3. ერთი როცა დაემატა. 4-ზე გავიდე, 5-ით მაინც ვკლავ, fights a KO one of your cards you berserk this way. That costs 0. მოდი ახლა აი მაინც ერთ უცხო დავაგდებ და всё ეს მორჩა 3 რეკრუტად აქედან ეფსო შევიძე ვიყიდი Shield Officers ავიღარ შემოდის ახალი Skim Twist-ი მოდის Skim Twist-ი გეუბნება რომ დააქეიო უკიდურეს მარჯვენას წავიდა ეს KO-ში და შესაბამისად ერთი ესეც მიყვა. Karma. თუ გაქვს ხელში ახლა Wolverine, მე მგონი არავის არ აქვს ხელში, კარც არ გადავაგდებთ. Wolverine არ მაქვს. აი, Weapon H-ი, The Future of the Warfare, წვანება რათია, 3 ღირებულების ორ შეტევას გვაძლევს და look at the top card of your deck, discard it or put it back. მე მაქვს 3 ფული და ან 5 ფული მაქვს, ან 4 შეტევა. და ჯობია ამის მოკვლას ვეცადო. Berserk-ი 1 და გამართოთ ხო? Berserk-ი 2. ზუსტად 4 შეტევაში მოვყალი. კი ბატონო, Ferrari წამოვიდა შენთან. Choose a player, კი ბატონო, შენთან მოვიდა. 3 ფულით ვიყიდი ის რა შევა? 2 შეტევა, look at the top card of your deck, discard it or put it back. წვანეზე Berserk. მე შენ ჭირდება კი? წვანეები იდეაში მჭირდება. მაშინ არ მიდავა. მაინც წვანეები. კარგი, შემდეგი შემოდის ჰენჩმენი, რომელიც დაიჭირა Sapien League-ის წარმომადგენელმა. მე მყავს ხელში 3 რეკრუტი. კიდე 2 რეკრუტი მაქვს Victoria Hand-ის გამო, რომელიც მეუბნება რომ 3 shield დათამაშები თუ გაქვს 3 shield აიკონიო. You may send this hero or a shield hero from your hand under cover. 5 რეკრუტი მაქვს და 2 შეტევა თემებს ვაკეთებ. ერთ-ერთს გავუშვებ undercover-ში, ანუ ჩავდებ ამას ჩემს HQ დასტაში, ეგ არის undercover-ი და ავიღებ 5 რეკრუტით ხო ამგეს ვეცოთ ვიყიდულობ, ამას ვიყიდულობ იდეაში 5-იანი, 3-იანი, 6-იანი, 4-იანი. 3-იანის კარგია, მაგრამ 5-იანს ავიღებ მიჩვენია მაინც და ამით ჩემი სვლა მორჩება. შემოდის ახალი Skim Twist-ი. აქ შემოდის
metabolic overdrive, Mero's შიდღირებულებიანი re არის ასავარავდოთ, წითელი ბარათი, 3 შეტევა აქვს და weaponic sequence აქვს, reveal top 6 card of your deck, discard all the cards that cost 0 and puts the rest back in any order. მოკლედ ეს და KO-და და მიყვა ერთი მისიანი Weapon X-ი? Weapon H-ი და KO-და. და Phantom X-ის სამგრებულებიანი შემოვიდა ბარათი, რომელიც რაც ქვია Misdirection, 0 შეტევა აქვს, თუმცა weapon sequence აქვს, when you draw a new hand this turn, draw an extra card, then put a card from your hand on top of your deck. Okay. შეიძლება დაჩი. მე მაქვს 4 ფული და 3 შეტევა. მაგრამ შემიძლია მქონდეს მეტი შეტევა, მაგრამ არ ვიცი რა შედაბჭირდება, ამიტომ ეს არ შევა. Reveal top card of your deck, თუ ზღვის KO-ს აკეთებ. ნულიანი იყო. ნულიანია და KO. და 1 ფულია. თუ არ არის ნულიანი, მაშინ 1 ფული. და მე მაქვს 4 ფული და 4 ფულად მე ვიყიდი Wolverines. ხო გჭირდება შენ? არა, რაიც. კარგი, ისე weapon H-ის Future of the Warfare შემოვიდა და აქედან შემოდის Thorny არის berserkerები ვილენებს წარმოადგენს, ამ შეტევა berserki აქვს, ambush, choose a card named Feral. From any player discard pile to enter the city as a villain. Feral? Discard pile-ში ყავს Feral-ი? მე მგონი არა. გადაათვალე რა კარგად. ანუ discard pile-ში თუ არ არის, მაშინ რა შემოდის? როგორ წერო Feral? წეხა როაი პერსონაჟი რომ მოკალეს. არა. არ ყავს discard pile-ში. Okay, მაშინ ვერ შემოდის. Fight-ზე draw the card you berserked. Okay, ერთი berserki აქვს ამას და 3 შეტევა აქვს. მე მაგათ მონიცტორებს რომ მოკლა 4 რეკრუტი, 5 რეკრუტი და 2 შეტევა მაქვს. 5 რეკრუტი და 2 შეტევა. ვერავისვევები 5 რეკრუტად ვიყიდი მხოლოდ ამას, აგერ სხვა ვერავის ვიყიდი. ამას და აგერ ამას ავიღებ კიდე sidekick აქვს და ჩემთვის ამით მორჩება. შემოდის ისევ იგივე Phoenix Wolverine's Infuse Skeleton with Adamantium დეკბარათი. და აქედან შემოდის Sapien League. მე ვცხოვრა ვერავის. და საგები. 4 ფული მაქვს და 2 შეტევა. ორ წამი. აი. ამას ავიღებ. შენ ხო არ გინდა ეს? კარგი. შემოვიდა Deadpool-ის 5 ღრებულებიანი ბარათი, running commentary, წითელი ბარათია და Shut up and let them play the game, okay? Okay. 3 ნახევარ შეტევა აქვს და იღებ 1 ნახევარ შეტევას თითოეული სხვა კარტისთვის, რომელსაც აქვს flavor text-იო. Flavor text-ი არის აი ეს ნაწილი, იდეაში და კარგი. მე მაქვს ხელში ბოლო დარტყმები მაქვს. 1, 2 დარტყმა. მერე Okay, Berserk, ამასაც Berserk-ი აქვს. კარგად, ერთი დარტყმა და ერთი შეტევა, ერთი რეკრუტი და მწვანე ბარათია. შემდეგ ეს ბარათი მეუნება რომ look at the top card of your deck, discard it or put it back. რეკრუტია, რეკრუტი იდეაში მოიცა 2 შეტევა აქ მაქვს. ხო, მე მგონი მეტი შეტევები მე მაინც არ მაქვს. კი მაქვს ერთი შეტევა. აი ეს გადავაგდოთ, არ გვინდა, დავადისკარდებ. და მე გავაკეთებ Berserks. და ამან მომცა 2 შეტევა დამატებით, ეს ვაფშე არ მახსოვდა. ანუ ესე იგი მე მაქვს ახლა 1 2 3 4 5 6 7 შეტევა. შემდეგ ვითამაშებ ამ ბარათს, რომელიც არის 8 9 შეტევა და Berserks ვაკეთებ. და არაფერი და მწვანე ბარათზე შეგიძლია დააქეიო ბარათი, რომელიცაც ანუ ის Berserk-ია და დავაქეიო აგერ ამ რეკრუტს. და კიდევ ერთი რეკრუტი, ანუ 2 რეკრუტი და 9 შეტევა გამომდის. 9 შეტევით შემიძლია დავარტყა საბრეთუს, რომელიც Berserk-ს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ Master Strike-ი არც ამოსვლელი და საერთოდ არ აქვს საერთოდ. არ დავარტყა? კი რა. ანუ ესენი მოკლა. შემიძლია ესენი სამივე მოკლა. მე მგონი მაგების მოკრას მეც მოვახერხებ, ამიტომ მაგას არ შენ. მეც მაქვს შეტევები საკმაოდ. ხო? კი, მოკალი. საერთოდ დავარტყა? და შეიძლება მაგის საკმაოდ დაწყვეტა შეტევები, ამიტომ მიგდა მაინც. აი, საერთოდ უთხოვს საერთოდ ვერ აკეთებ Berserk-ს, იმიტომ რომ მას გვერდზე საბეჭდები არ აქვს. შესაბამისად, ვნახოთ მით fight-ზე რა ხდება. Fight each other player reveals ყვითელი ბარათი. ყვითელი ბარათი გაქვს ხელში და
Okay. Whatever რა ხან გაქვს wounds გადარჩი. Adamantium laced clothes. Okay. ყველა ყვითელი ერთი მოვაკეთეთ მოკლედ. და ორი რეკრუტი მაქვს, რომელთაც ავიღებ აგერ sidekicks და ჩემთვის ამით მორჩება. ამავბრუნე. შემოდის მაინჩენაისტენდე რომელიც დაიჭირა ჰენჩელი. კარგი. მე მაქვს, მოდი ამით დავიწყებ. ვითამაშებ ამას, ორი შეტევა და ვუნდს ავიღებ და ბერზერკი იქნება ვაგი. ბატონო, ვუნდი ჩვეულებრივი ვუნდი აიღე და ორი ბერზერკი. ის კარჩი ხო? კი. აი ბერზერკ. ერთი სამი შეტევაა. ბატონო, ერთი შეტევა დავიღადა. კარგი. მერე ვითამაშებ ამას, რომელიც არის ასევე სამი შეტევა, ან სამი ფული. ბატონო. მერე ვითამაშებ ამას, რომელიც არის ორი შეტევა და ბერზერკ, არა, თუ ორი შეტევა გაქვს, ორი ბერზერკი გაქვს და ყვითელაზე კიდე ორი ბერზერკი გაქვს. თუ ეს ვირენის აი, ყვითელი ვირენის ახლა. ორი შეტევა და ორი ბერზერკი. ორი შეტევა? ანუ კიდე ორი და ხო, ანუ ეს არის 4, ეს არის 7, ეგეც 3-ია. ეს 3, ეს 3, ეს 4. ოკეი, ანუ ბევრი. 3 და 4. ეს ხო იქნება 3 და 4 მაქსიმუმ, ხო? კი. ხო. იმიტომ რომ Weapon X სეკვენსია. ეგეც ორი შეტევა. მე ესეც ორი ფული და ერთი შეტევა და ეს ერთი ფული. ანუ მე მაქვს 3 ფული და 2, 3, 3, 4, ეგ არის 8 + 4, 12 შეტევა, 13 შეტევა და 3 ფული. კაი, 13 შეტევა. საერთოდ შეგრე დაარტყა პირდაპირ და მე ისინიც მოკლა. მოდი დავარტყა. მაგას ბერზერკი არა აქვს? არა, იმიტომ რომ იმდენ ბერზერკს აკეთებს ამდენ სავაჯერიც არა და სავაჯერი ჯერ არ აქვს. Sudden savagery. Stack a card from the wound deck next to the Sarutus as a savagery. ახლა დავატა სავაჯერის. ეს არის მისთვის სავაჯერი, ანუ ერთი სავაჯერი აქვს ახლა რა. ეს ავიდა. კაი, მოდი მე. დარჩა კიდე 5. ბერზერკი ამას აქვს ხო? ამას დავარტყა. ამოატრიალე კარტი. არაფერი. Fights draw the card you berserked, რომელიც დააბერზერკი აიღებ. მადლობა. მე მაქვს 4 ფული. ორი შეტევა მაქვს და ორი შეტევას ვერაფერს ვერ შევი. კაი, 4 ფულად ასევე ვერაფერს ვერ შევი, უბრალოდ ავიღებ. ხო, მაგის შეგიძლია. მე მგონი ეს ჯობია. ეს შეგიძლია აიღო 4 ფულად. აი, მაგის პრობლემაა. ხო, ამას ავიღებ. კი ბატონო. შემდეგი შემოდის Huntsman-ი, Weapon 12. Right, Weapon X sequence. Ambusher reveals the top cards of the hero deck. Top 3 cards of the hero deck. Huntsman captures each that costs 4 or less. დაიჯირა. სამივე დაიჯირა Huntsman-მა. რა იყო შეიძლება. და put the rest on the bottom of the button. Weapon sequence-ია. ანუ ეხლა მამას აქვს 2+, plus 3 კიდე. ანუ 5 სიცოცხლე აქვს რა. Fights if Huntsman has a captured hero, choose a player to gain one of them and return Huntsman to his city space with the rest of them. ხო არ გადავა. ანუ სანამ გმირებს არ გამოუცნო მანამდე თამაში იქნება. Okay. მე მგონი მაგისთვის ყველაზე კარგი იდეა არის, რომ ან 15 შეტევა გქონდეს, ან იყიდო ეს 2-6 არის. მოკლედ, ეს რა თქმა უნდა, investigate your deck for a card that costs 0, KO it and discard it. Investigate ნიშნავს უნდა ვნახოთ ზედაბარათის, ზედაბარათიდან 2 და თუ ეს ნომერი 0, არც ერთი არის 0. დავაბრუნე უკან. ეხლა ამ პრინციპი მაქვს ერთი შეტევა და ეს დაბრუნდება უკან იქეთ, კიდე ერთი შეტევა. 3 რეკრუტი და კიდე 2 რეკრუტი, ანუ 5 რეკრუტი და შემიძლია რომ ერთი გაუშვა აქეთ, აგე sidekicks გაუშვი, იმას რა ქვია, ამას გაუშვებ undercover-ში, იმიტომ რომ ასე მეუნება Victoria Hand-ი, მე 5 რეკრუტი მაქვს და 2 შეტევა ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ანგეს პრევალად ვერაფერს ვერ უშვები. 5 რეკრუტით ავიყვან ან ამას. მაგი ავტომატურად 4 შეტევაა. ეს? ხო. რატო? იმიტომ რომ თვითონაც ხო იწება feral text-ად და არა for each other არის. Other? ხო, მაგრამ ხო მაინც გექნება დიდი ალბათ. კარგი არის კი. მოკლედ ეს კარტი წავიღეთ. და Phantom X-ი შემოდის ერთი რეგულირებიანი Sentient Bullets Weapon X sequence. Okay.
შემდეგ აქ შემოდის დეიკენი არის ულვერინის შვილი, მოკლედ და Weapon X sequence-ი აქვს, ამასაც Berserk-ი აქვს, ახოდუ კიდე ანუ Weapon X sequence-იც აქვს და Berserk-იც აქვს და fights a KO one of your heroes. Where's the gain of wound? ვერ ვკლავ ვერავის. რა უშავს? მე მაქვს. That's a cost of killing 2 times Zarathos. Actually wounding, sorry. მე მაქვს 4 ფული და 2 შეტევა. იქიდან არაფერს არ ვიყიდი. და ავიღებ ამას. კი ბატონო, შემოდის ახალი ვილენი, ეს არის Typhoid Mary, Weapon X, Weapon მე-9. Typhoid Mary's Weapon X sequence-ი აქვს და fights a reveal top card of the hero deck as her personality. და სხვადასხვა რაღაცეები აქვს რა. მოდი ახლა არის 3, ამიტომ ეს გაიქცა. რახან ვილენი გაიქცა, ერთი მინუტა დავაქეიოთ ჩვენ. მე მგონი ჯობი ჩვენი ხედიდან. აკიდე. მე მგონი ჯობია ეს დავაქეიოთ. ეს 6-იანი, ერთიანი არ უნდა დავაქეიო, იმიტომ რომ ის ქიმთვის ვამოვიდეს, მაგას დავაქეიო ეს. ამ საკითხი მინდა? ხო. დავაქეიოთ. შემოვა ახალი, ეს არის Nighttime is the right time, Deadpool-ის დეკლარატი, 3 ღირებულება აქვს. If it is between 8 p.m. and midnight, you get plus 2 შეტევა. Okay, otherwise you get plus 2 რეკრუტი. Screw it, just take both. თუ დეკლარატი თამაში. კარგი, მე მაქვს ძალიან ბევრი რაღაცა, მოკლედ 1 შეტევა და 1 რეკრუტი, პლუს კიდე 2 შეტევა. ანუ 3 შეტევა და 1 რეკრუტი, 2 რეკრუტი უბრალოდ. და ისევ ეს წვილი მაქვს რა, ნახავ ზედაბარად. ამ შემთხვევაში არ დავადისკარდებ და გავაკეთებ Berserk-ს და Berserk-ი ეს მოთხოვს კიდე 1 შეტევას, 2 შეტევა, 3, 4, 5, 6 შეტევა. 7, 8 შეტევა Berserk-ს გავაკეთებ და დავაქეიოვებ არაც რომელიც დავაბერზერკერ ახლა მწვანე თამაშები. 8 შეტევით მე ახლა უნდა მივყვე და ვიღაცები უნდა მოკლა. აი, ჯერ ნახოთ ვისი მოკლა შეგვიძლია. Sequence დაწყობილი არის 5, 6, 7, ანუ პლუს 3 არის ახლა ეს. ხო. ამას Berserk-ი არ აქვს. ერთი მინუტი წავართო, ცუდი არ იქნება. ხო, მაგრამ ხერახა შემოვა და აზრი არ აქვს, არც გაასუფთავებ იმას. არც გავასუფთავებ მართალი ხა, მაგრამ 5 თუ დავარტყამ, მე 3-იან შემიძლია მოკლა და ერთ კაც მაინც გადავაგდებ. შენ შეტევები არ აქვს ხარში? მაგ. მაგრამ ხო, მაგ, კი. 2 წამი. ანუ ეხა sequence-ით ამას ემატება 3, ამას ემატება 3. ამას პლუს Berserk-ი აქვს, ანუ ეს 6-იანი, ეს 6-იანი და პლუს Berserk-ი აქვს. ამას მე ახლა ვკლავ, ნუ ერთ კაც ვართმევ, ასე ვთქვათ, ერთ როდესაც დავაკლებ და პლუს კიდე 3-იანს მოკლა რომელიღაცას. შეგიძლია. შენ როგორ აგაქვს? მე? რამდენი აგროვებ, დაწყვეტ, აგროვებ უბრალოდ? კი. ოკეი, მაშინ ერთ კაც მე ამას წავართმევ. ეს იქნება Phantom X-ი, Luigi და კიდე იგივე Phantom X. შენ ეს Phantom X ახლა რო ითამაში ერთი კარტი ზემოთ უნდა აგეღო და ერთი კარტი თავს უნდა დაგედო მე. 7 კარტი უნდა აგეღო და იმ 7-დან ერთ-ერთი მის თავს უნდა დაგედო. 5 მაგარ რატომაც. მაგი არ ვიცი რა მაგარ 5 მაგრამ. 6 არა 7 უნდა ქონდეს აგებული. 7 უნდა ქონდეს აგებული და ერთი და დააბრუნო უკან რომელიც შეგინდა ის. კაი, ცეთაბრათი ამ თუ შეაფიქსირდება, მაგრამ guess მოდი მე როუს ავიღებ მე. წავიდა discard-ში და მოკლავ აგერ ამას. ნახავ აქ არ არის henchman-ი შესაბამისად ბრუნდება ესე თავის ადგილზე. და დროე კარტს მაკეთებიებს აგერ ეს პატრიცემული bystander-ი. ახლა დავადროებ არაც. შეტევა გასულია ჩემი. და კიდე ერთი რეკრუტი, ანუ 3 რეკრუტი გამომივიდა, შეტევა უკვე გასწრილი მაქვს. ეკваრად ერთ აღებული მაქვს, ამიტომ ამასაც ავიღებ კიდე ერთი და ჩემის თუ ამით დავსრულდება. ახლა 4 და 4. Adamantium Foot Close ეკваრატია X23-ის 3 ღირებულება 2 შეტევა და X-ჯინზე ყვითებარათი დრო კარტი გააკეთა. აი, ამოდის. Ferali შემოდის აქ ისევ. Feralზე არა პრობლემა. Ferali კაია. 2 Berserk-ი აქვს. ამას უთამაშებ, მუნდი მომეცი. კიდე ერთ ჩვეულებრივ მუნდი. და Berserk 1 შეტევა და Berserk 3 შეტევა, ეს არის 5 შეტევა. ეგ კარტი ხაროთ. კი ბატონო. შემდეგ ესენ და Berserk-და. კარგი. შემდეგ მე ვითამაშებ ამას, რომელიც არის 2 შეტევა Berserk-ი. არაფერი.
ესეც ახლა. და you may KO wound from your hand or discard pile if you do berserk again. ამას დავაქეიოებ. ბატონო. და დავაბერზერკებ კიდე არაფერი. კარგი. მერე ვითამაშებ მე ამას რომელიც იქნება სამი შეტევა კიდევ. მერე ვითამაშებ მე ამას სიკვენსი რომელიც არის 3 და 4, ანუ ეგ არის 2 შეტევა და ეს ერთი ფული. კარგი. მოკლედ, ჯამში ეს იქნება 2 შეტევა. ეს იქნება 2 შეტევა, ეს არის 5 შეტევა და ეს არის 3 შეტევა. 3 პლუს 2 არის 5, 5 პლუს 5 და 12 შეტევა მაქვს ჯამში. კარგი, მოდი დავიწყებ ადამიანების მოკვლის. შეტევები მექნება აღსაჩინელი, ალბათ. დათვალე რედი გაქვს. მე მგონი ყველა ისინი ჰიროუები აქეთ მაქვს, ამიტომ ამის მოკლას ვუწდები. 2 ბერზერკი ჭირდება მაგას. არანაირი შეტევა. კი ბატონო, ანუ ეს მოკლე და ეს წაიღე, ეგა 3. კარგი. დამჭა კიდე 9. ხო. ბერზერკი აქვს ამას და ეგ სიკვენსი მაქვს. მაგას სიკვენსია, ბერზერკი არ აქვს. 5 დავადებით 3 სიკვენსი. 6 აქვს ანუ. რა შევა? ზედაბარად უნდა ვნახოთ hero deck-ის და მე იმის მიხედვით რომელი დაბარად სამოვა რაღაცა მოხდება. აი, მოკლავ მაგას. ტიპოიდ მერის ამოვიდა ყვითელი ბარათი. ყვითელი პერსონალიტი გვეუბნება ასეთ რაღაცას. ტიპოიდ მერის პერსონალის ანუ ბევრი პერსონალიტი მოკლედ. ყვითელიზე გვეუბნება რომ მერი ქვია სახელად და rescue bystander. ანუ მარი ტიპი ჟებშარი. შესაბამისად bystander გადაარჩინე, bystander შენ გადაარჩინე ჩვეულებრივ. ეგ კიდე 3. ანუ კიდე 6 დაგჭა. კარგი, 6 დაგჭა. ამას რა აქვს? მაგას ბერსერკი აქვს და კიდე პლუს აქვს ეს. მაგას მოკლის შასი ну იქ თუ ბოლო ბარათი გაქვს თუ ზედატყმა არა მოკლა. მოკლას ვეცდები. შეიძლება ეს მოკლა. მოკლას ვეცდები. კი ბატონო. დავე მოკლა. პერო და ბონუს. და მე მაქვს 1 ფული. 1 ფულად მე არაფერს არ ვიყიდი. არის არ თუ ვინ. ვიცი, მაგრამ არ მინდა. მაგი არ სკინთისთვის ის არის. კარგი, 2 რეკრუტი. 1 შეტევა და დრო ბარათი. ჰერბოლის გამო, რომელიც წავა. კარგი. შემდეგ ეს ნახევარი მე მგონი ესა რა, ესეთი, მაგრამ ეს არის flavor text, ეს flavor text-ი არ გავასაუბრებ. მოკლედ, კაი, 1 შეტევა. მერე ესეთი ნიშანი არცეც არ აქვს ჩვენთან შესაბამისად X-Force-ის ნიშანი არცეც არ აქვს, ამიტომ უბრალოდ 2 შეტევა იქნება, 3 შეტევა. To play this, you must put another cards from your hands on top of your deck. Okay, machine. ეს 2 შეტევაა და ამას დავდებ თავზე, ამით თამაში ჩათვალე. და ამას აქვს weapon X sequence, 5-იანი, 3-იანი, 2-იანი. თავდაპირველად 4-იანი არ აქვს, ამიტომ 3-იანი და 2-იანი პლუს 2 შეტევა, ესაა 4 შეტევა. 4 შეტევა, 6 შეტევა, 7 შეტევა. 10 შეტევა და 1/9 ყოველ ასეთ flavor text ბარათიანზე, მაგრამ flavor text-ი არ მაქვს, შესაბამისად 6, 7, 10 შეტევა და 3 რეკრუტი. ეხლა დავამარცხებ ამას 2-ჯერ, იმიტომ რომ აქ ისე 5 weapon X sequence არის და 5-5 სიძველე აქვს, ამიტომ 1 წავართმევ ამას, მეორე წავართმევ ამას. რახან capture-ი hero აღარ აყავს, მოვკდა და არ უნდა უკან. როდესაც მოვკალე ასე ვთქვით. იბადონო, всё. რეკრუტი მქონდა 3, ავიყვან ახალ shield officers და ჩემი სულ ამით დასრულდა. შემოდის კიდე სეპიან ლიგის წარმომადგენელი. კარგი. მე მგონი მე ამას დარტყმა შემიძლია. ვცდილობ. მე მაქვს ეს Red Wing-ი, რომელიც მეგონება რომ ზედა სამბარათი ნახე, 4-ია ეგ. ავიღებ 1-ს, 2-ს დავდებ. ხო?
არ დადომაგებუგან. მერე ვითამაშებ ამას, რომელიც იქნება 2 შეტევა და ბერზერკი. მერე ვითამაშებ მე აი ამას, რომელიც იქნება 2 შეტევა, ავიღებ ვუნდს. Avoid broken bones, enraging wound. To play this, you must put another card from your hand on top of your deck. Some შეტევა და healing დაჰილავით შეგიძლია რომ when you draw a card this turn, including drawing this card but not including drawing a new hand at the end of your turn, you may KO this wound. ამ სულაზე თუ პარაც აიღებ, შეგიძლია დააქეო ეს ვუნდიო და სამ შეტევას გაძლევს. ანუ ბერსერკისთვის მაგარია რა, ბერსერკზე მაგრამ მოგივიდეთ, პლუს სამ შეტევა. მოდი არ მინდა მაგი მე დიდად. შეიძლება. ვითამაშებ ამას 2 შეტევა, ბერსერკი კიდევ როგორც იქნა, 1 შეტევა და ამას დავაქეიოებ. ეგ ხაში არა გაქვს. დისკარდიდან არც არის. ამითი? ხო. იბოდა. და ბერსერკს ვაკეთებინებს კიდევ ერთხელ, რომელიც არის 0 შეტევა. შემდეგ 0 შეტევა რა? ხო. 0 შეტევა. მე მაქვს 2 შეტევა, ანუ 3 შეტევა. 1 ფული და ეს არის 1.5 შეტերը გავუკეთე. შეტերը ვილენ. ვილენს ახლა პლუჩი აქვს 6 შეტევასთან 3-ზე ჩამოვიდა. 3-ზე ჩამოვიდა. მე გაკეთებიოს ბერსერკს თუ მაგას უთხრა. ხო, 2 წამი. მე მაქვს რამდენი წევ. აი, მოკლედ მე მაქვს 2 შეტევა, 3 შეტევა, 2 შეტევა, ანუ ეგ არის და ამას კიდე 3 შეტევა. 6-8 შეტევა მაქვს ჯამში. ამას მოკვლას ვეცდები. ბერზერკი 1 აქვს, ხო? 4 შეტევა აქვს. მოკვდა. კი ბატონო, fights KO one of your heroes. ამას დავაქეიოებ. შემდეგ მე დამრჩა რამდენი? 4, ხო? ამას მოკლავ. კი ბატონო. რას გეუბნება გადარჩენილი ჰენჩმენის რივიალო და ჰენჩმენ თუ არია იტალიაში. ეგ ვიცი, ბაისტენდერი რას გეუბნება? When you rescue, you may KO one of your heroes or a hero from your discard pile. მოდი ამას დავაქეიოებ. ეს ნიუკია, ამიტომ არ შემოდის. Всё? არ მარტო ესეც. კი ბატონო, შემდეგი შემოვიხილავ ვინმე ეს? 1 ფონა 5 ფული, ამიტომ არა. კარგი, Nuke შემოდის weapon მე-7, ეს არის weapon X sequence-ია, fights-ը reveal to card, ანუ იგივეა, რაც ტიპოიდ მერის ქონდა პრინციპში. კაი, მე მაქვს აქ ბევრი არაფერი სამწუხაროდ 2 შეტევა. წვევა თელა მაქვს და უბრალოდ 2 შეტევა ასე და კარტი შემიძლია ვნახო და დავადისკარდო. იყოს თავის ადგილზე, არა პრობლემა, მოკლედ 2 შეტევა, 4 შეტევა. სახან საღამო არის, 2 შეტევა არის ეს, შესაბამისად 6 შეტევა და 4 რეკრუტი. 6 შეტევით მე დავამარცხებ. ამას აქვს პლუს 3-ია 5-ზე ადის, 4 რეკრუტი მაქვს, აქედან ვეცად ვერ ვაცილებ. ამიტომ დავამარცხებ მოკლედ ამას. ეს მეუბნება რომ ზედავარათი ნახეო. Reveal top card of the hero deck as a Nuke's adrenaline pill. ყვითელი ბარათია, ყვითელზე balance, draw a card. Okay. წითელი რომ მოსულიყო, ვუნდებს ავიღებდით ორივე. მაგრამ არა მოვიდა, ამიტომ draw a card-ი გავაკეთე. ეს შეტევა გვაქვს. ხო, კი ბატონო. მოდი 4 რეკრუტით ვყიდულობ აგერ ამას. X23-ს ავიღებ და ფანტომის რაკლია, ხო არავე, მარტო იმის აკლია. ვულვერის აკლია და weapon H-ს. კი ბატონო, ეს შემოდის, ჩემთვის მორჩა, შენთვის შემოდის Hellfire Club-ის წარმომადგენელი. აი, მაგას არ აქვს ხო ბერზერკი? არა. აი. მაშინ მე მაქვს 3 შეტევა და 4 ფული. მაგას მოვკლავ მე. ჯანდაბა, KO. შემდეგ მე მაქვს 4 ფული, 4 ფულად მე ამას ვიყიდი. Deadpool-ის it'll grow back, ყვითელი ბარათია, 4 რეკრუტი აქვს, 4 შეტევა, 4 ღირებულება ფუძრაც და 2 ნახევარ შეტევა აქვს და if you have a wound in your hand or discard pile, KO it
and you get plus 1 შეტევა. Otherwise gain a wound. These days getting wounded mostly just pisses me off. Okay. Ai. Დაიმატა შემოვიდეს master strike-ი. საბრეთულმა ფაინალიო, რა. ორი ვერსია საბრეთულს. Da each player KO one of their heroes that costs more than the number of savageries. ანუ 2-ზე მეტი ღირებულებს პარატნო დავაქეიოთ ხელიდან. რატო? ასე ვეუბნება პარატნო. სამწუხაროა, მაგრამ დავაქეიოთ 2-ზე მეტი ღირებულები და 2-ზე მეტი ღირებულების მე მაქვს ან ეს და ან ეს. I guess that was დავაქეიოთ მაინც. That kind of sucks, მაგრამ რა ის. კაი. Okay, ესე იგი მე მაქვს ხელში რა, 3-იანი, 2-იანი, 1-იანი. აჰა, 1-იანი, 2-იანი, 3-იანი, მეუბნება რომ და 0-იანიც მაქვს. 0-იანი, 1-იანი, 2-იანი, 3-იანი, მეუბნება რომ ამას აქვს შეტევა 4. ხო ასე? კი. 4. მერე ამას ვთამაშობ და ეს არის 1 შეტევა და 1 რებუტი. ანუ 5 შეტევა, ეს არის 2 შეტევა და ბერსერკი რახან მაქვს X-Force-ის ნიშანი და კიდე 2 შეტევა, ანუ 5, 6, 7, 8, 9, 10 შეტევა გამოდის, 4 ესა, 9 შეტევა გამოდის, 9 შეტევა და 2 შეტევა კიდე, 11 შეტევა, ზედაბარად შემიძლია ვნახო და დავადისკარდო და თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, არ დავადისკარდებ, კიდე 2 შეტევა, 11 შეტევა და 2 რეკორდი. 11 შეტევით შეიძლება გარისკო მაგის მოკლის. მაგას ერთს მაინც მოკლო მე, ამიტომ ოკეი, კაი ბატონო, ახლა. ერთი ბერსერკი, ახლა 10, მეორე ბერსერკი, ახლა 13. ისე რომ ვერ მოგალით. ფეზე აქ მაგას რაღაცა ისე რომ იცოდე. KO non-gray hero discarded by saboteur berserking. Touch major რა დაგიჯერებ შენ. აი რომელი დავაქეო, ან ეს იყო, ხო, 2 ეს და ეს ამოვიღე. 3 ნახევარი და 2 ნახევარი. ჩემ ჰიროებს 0 შეტევები აქვს და მაგით ამოვიღებდი. შენ რა მოიღებდი, გავიგე, მაგრამ მე რა დავამაღებია, რა შეჭო. აი რა დავამაღებდი ეს მაგათი. ამაზე ეს. კაი, ამოიყვანე. ტიფოიდ მერი შემოდის. მაგას რამდენი? 4-6-7. იდა. კაი, მე მაქვს 3 შეტევა და 2 ფული. ამოიყვანა? მასაც რა იგია. კაი არა. KO one of your heroes. ეს Всё? Yep. აი, Master Strike-ი შემოდის. უკვე 3 ბერსერკი აქვს საერთოდ. მე 3 ღირებულებიანი ბარათი, 3-ზე მეტ ღირებულებიანი ბარათი არ ამოხერხდა შესაბამისად მომწვიდებ. და შვენიერია, მაგას მე რენჯი უნდა გადასარევია. და შენც იგივენაირად რა? 3-ზე მეტ ღირებულებიანი ბარათი უნდა გადავდო ხელით და KO კი გადავდო. კაი, კიდე კაი. ეს 3-ზე მეტი. 2 შეტევა, რომელიც აფეში მარგია და 2, 4, 5, 6 რეკრუტი. და ერთი შემიძლია გაუშვა აქ. გაუშვი. 6 რეკრუტად მე შევიძენ აგერ ამ ბარათს, სავარაუდოდ, ტრეკბარათი მინდა, იმიტომ იგი ყვითელი ბარათები არა. შერეკრუტებს ვერ აგროვებ, ხო? რა? რეკრუტებს ვერ აგროვებ. ვერ ვაგროვებ, არა მაქვს რეკრუტები. იმიტომ რა ხედავ ხომგეს. კაი, უკვე დავიღე 5 ღირებულებიანი, წავიღე და შემოდის weapon X-ი. მე მგონი ახლა მხოლოდ 5-იანია ის. Ultimate weapon 15. რაღაც კიდე ახალი double weapon X sequence. Ambush each player discards a non-gray hero. კაი რა. კაი, ხელში მაქვს 4 ბარათი. მიდიება. 2 შეტევა berserk-ი. Absolutely. და დავაქეიოებ wounds discard pile-დან. Wounds. მე მაქვს 4 შეტევა, 2 და 3 ფული. 4 შეტევად მე შემიძლია ამას მოკრავ.
Oh. Yet another master strike. და მე რა გარდა მაგალში. აი. ვერაფერი ვიყიდე, ხო ასე? რა სამფული მქონდა, არა. არ მინდა ყიდო. არც სუპერსერი არ გიყიდე. კიდე ერთი master strike-ი. ახლა უკვე აქვს 4 სავეჯერი. ანუ რეალურად 4 ბერსერკს აკეთებს ტიპი. 4 ბერსერკ? აი, უნდა დავაქეიო 5 ღირებულებიანი სამწუხაროდ სხვა. მე მგონი 5 ღირებულები ნაკიდი არა მაქვს ძალიან თამაშრომობაში. ვერაფერი არა უშავს, უნდა იღებ. კიდე ხარდოვი ბერსერკ. ოკეი, დავაქეიო, რა ვიცი, სხვა რა ამჩენია. კაი, არა, მე როგორც ხედავ, არა მაქვს 5 ღირებულიანი, მომეცი? მიდებით. კარგი, ერთი შეტევა ერთი რეკრუტი, 2 შეტევა კიდე, ანუ 3 შეტევა და ბერსერკი და აგერ შვილივით 4 შეტევა ზევიდან. 7 შეტევა მაქვს, 9 შეტევა და ბერსერკი და არ დავაქეებ რა თქმა უნდა და პლუს 2 კიდე 11 შეტევა და ერთი რეკრუტი. 11 შეტევა მაქვს 4 ხარჯი. დამიჯერე შეგვიძლია დამარტყა. ია, ბარა. დამიჯერე. მოკლედ, ეს არის 5 და ეს არის ბევრი. პლუს 4, ანუ 8. 8-იანი მოკალი. What's it else? Fighter Ichiro play KOs one of their grey heroes. I don't have grey hero. Game boss grey hero. Okay, now მოკლა ამას და grey hero დავაქეიო. აი, გადმოვიდეთ. 2 რეკრუტი მქონდა, შევიძენ ეგერ ამბანაც. დააქეიო grey hero. grey hero. One of your grey heroes. საიდან? აქედან? აი. კიდე ფერალი შემოვიდა. მაგასაც მოგვა. კაი. მე მაქვს 2 შეტევა. 2 შეტევა და ბერსერკი. ეგ არის კიდე 2 შეტევა, ეს არის 6 შეტევა ჯამში. მერე ეს არის 3 შეტევა, 6, 9 შეტევა მაქვს და 3 ფული. 9 შეტევა და 3 ფული. ამას გავაგზავნე ანდერკავერში და ეს პლუს 1 ფულია, 4 ფულად ვიყიდი. ამას არა, ამას ვიყიდი. Okay. და 9 შეტევად მე მოვკლავ ამას და ამას. Wait, კაცო, მაგას და მაგას მოდი, ამას კლავ, ჯერ ნახო დადაბარათი. ეს არის 5 სიცოცხლე. არა, ბერსერკი ეს. ვიცი, ვიფანიქ სეკვენსია. 1 და 2, 3 პლუს 2, 6, 7. ვიცი, 5-ია ეს. წითელ ბარათზე, Vladimir each other player gains a wound, ანუ მევიდა wounds. მაგაია. შენიერი. აი. და ამასაც მოვკლავ. მაგას 2 ბერსერკი აქვს. აუ. ბერსერკ. გადარჩა, იბადო. 3 ფერალი. Всё? კი. იბადო. შემოდის თრონი, ემბუშზე, choose. აი, ფერალი შემოვაგდებ, ახლა ყავს ის კარტი. აღარ მყავს, იმიტომ რომ ვირიგებ. ოკეი, დაიგე მაშინ. გადავრჩი. ურჯე გადავრჩი ფერალს. აი. მოკლედ, ეს მეუბნება რომ ეს რო ითამაშო, ხედავ დადოს აქ კარტიო და დავდოთ ბარათი, რომელიც ყველა მექნება რეალურად, იმიტომ რომ მათ ბერსერკი აქვს 2 შეტევა, 3 შეტევა. არა, თულა, კაი, ამას დავდებ აქ. 2 შეტევა, 4 შეტევა, 5 შეტევა, მოკლავ მაგას ბერსერკი რახან არის, უოჭველი ვიცი რომ არ არის, ეს არა კრუჯაკუტი და სამეცად მოკვდება. ეს მოკვდა fight-ზე, draw the card you berserk. შესაბამისად ეს ავიღე. შეტევა მეტი არ მჭირდება და მაქვს 5 რეკრუტი, 5 რეკრუტად მე შევიძენ ავიცი აგე Deadpool-ს და შემოდის კიდე Deadpool, რომელიც ახლა გადავაგდეთ უბრალოდ. ამობრუნდა? აი, შემდეგი არის 2 შეტევა, ვაბერსერკებ, კიდე 2 შეტევა. ეგ არის 4 შეტევა. მერე მე 2 შეტევა, კიდე 2ჯერ ვაბერსერკებ. ეს არის 2 შეტევა და 2 შეტევა, 6 შეტევა ესაა, 4 შეტევა ესაა. კარგი, მერე მე ვითამაშებ ამას, ეს არის 2 შეტევა, იმიტომ რომ 3 და 4 და კიდევ 1 შეტევა და 2 ფული. ანუ ეს არის 2, 6, 4 შეტევა, 10, 12, 13 შეტევა მაქვს, ამას ურტყამ. ოკეი. ვეცდები. რამდენი ბერსერკი შეგახსენებ? რამდენი? 4. 8 უკვე არის. კი, შემიძლია. კი ბატონო. დავადრე არა.
8-ს დაემატა 2, 10 გავიდა. 11 გავიდა. всё. მე ვერ გავიდა. იგივე. Sarot's კიდე ერთი მოხდა. ეს არის Lethal Fangs. KO Grey Hero discarded by Sarot's Berserking. You cannot KO cards you shuffle to your deck. კი ბატონო. ერთი Grey Hero და KO. Sarot's დარჩა 1 სიცოცხლე და თვითონ დარჩა ვერ კიდე. ეს ერთად შეტევა იყო, ხო? და მე მქონდა 13. ხო, არ შევიდა იმის უკრა. აი. всё, მოვჭი მე. კი ბატონო, შემოდის Nuki. Weapon sequence აქვს. მე ვიღებ ზედასამბარაც და ამას ავიღებ და ამორთავდებ ასე. შემდეგ Weapon sequence-ით მე მაქვს 0 1 2 3. 4 შეტევა მაქვს, იმიტომ რომ 0-იანიც მაქვს, 2-იანი მაქვს, 1-იანი მაქვს და კიდე 3-იანი მაქვს. ანუ 4 შეტევა არის Phantom X-ი, 4 შეტევა, 1 რეკრუტი. 5 შეტევა იგჯინი ყვითელმა თუ ვაფშე არა მაქვს. კაი, 5 შეტევა, 7 შეტევა იგჯინი ისე ნახოთ, არა მაქვს 7 შეტევა. ეს არის 9 შეტევა, ზედავარად შემიძლია ნახო და დავადისკარდო, მაგრამ რა ვიცი, რატომ ბერსერკ მაინც ვაკეთებ მართალია, მაგრამ მოკლედ არ მინდა. 9 შეტევა და to play discard you must gain a wound to the top of your deck. და კი ბატონო, ახლა wound-ი ავიღე. და კიდე 4 შეტევა. არ ჯობდა რომ ჯერესკეთ ამოშთა მე ეს, იმიტომ რომ wound-ს ადისკარდებდი ეგრევე. რა ნიშნულობა აქვს? რავი, დისკარდ შეგექნება და wound-ი და ეგრევე არ ეგრევა და შემეგვსვაზე. ნუ შეიძლება რომ ისე გადმოვიდეს, რომელიც მეუბნება რომ wound-ი კარგიაო. მოკლედ. ჯობია მასე იდეაში, მაგრამ კაი, ახლა თამაშები მაქვს, მოკლედ 9 პლუს 13 შეტევა გამოდის. ეს გვდება ავტომატურად. და KO one of your heroes. და ნახულობ ზამა. Then reveal top card. One of my heroes, აგერ არის one of my heroes. ზედან რას ნახულობ? ჰენჯმენია? ჰენჯმენი არ არის შესაბამისად ბუნდოა. თავის ადგილზე ჩამოვედი ისევ 9 შეტევაზე, კლავ ამას, რომელსაც აქვს ამ შემთხვევაში 4, 5, 6, 7, ანუ პლუს 4, 6 სიცოცხლე. და ზედაბარად ნახულობ, ყვითელი ბარათია, balance draw a card. Okay. შენი ვუნდიც. ესეც მოგდა. ესენი წავიდა და მქონდა ერთი რეკრუტი მე მგონი. კი ბატონო, ერთი რეკრუტი მქონდა, ეს ამოვდები აქ. ერთი რეკრუტაც Phantom X ავიღო. გაიგეთ რა Phantom X მოთხოვნა. აიღე მე. არა, Phantom X ჯობია იქ იყოს. სკემ თუ ისე გადავარდება და Phantom X ორი კარტი აქვს. აი, შემოდის Skinless Man, Weapon 3. Weapon X sequence აქვს. Ambushes Skinless Man captures bystander of your choice from your victory pile. If you don't have one, gain a wound and he captures one from the bystander deck. ამოუშვი. ორ წამი ავიჩო რომ ეს. მოიჩენგინა იმან ეს აიყოს. იბატო. შენც არ უნდა ხა მაგი? არა, შენ სვლაზე მოდის ეს. და პლუს 4 აქვს სიცოცხლე ეს. კარგი. მე ვარ ძალიან კარგი ხელი. 2 შეტევა და ბერზერკი 0 შეტევა და 2 შეტევა, 4 6 შეტევა. კიდე ფერალები მოგივიდა ყველა? 2 შეტევა და კიდე 2 ბერზერკი. ეს არის პლუს 6 6 12 შეტევა აქვს მხოლოდ ფერალებით. 13 შეტევა და 1 ფული და 1 ვუნდი. ანუ 3 ფული და 13 შეტევა. კიდე ვუტყავ, რა უჭირს? ვერაფერი. მხოლოდ კარგი შეიძლება მოხდეს, ხო? 4 ბერზერკი აქვს სეიბერთოს. ეს არის პლუს 2 შეტევა, 10 შეტევა, 13 შეტევა მოვუკალი ბოლო მარსეს რა იქით, თუ რაც არის. Fight. Reveal the top 3 cards of your deck. ვერ ვიზამ გას, იმიტომ რომ ყველა დაბერზერკებულია და დანარჩენი ნათამაშები. რა, სადის დისკარდია ბერზერკები? Draw one of them, discard another და რაღაცა სხვა. და KO one, ხო? Put them other back on top on your deck. ერთი კარტი აიღეო რა. ერთი კარტი აიღე? და всё. დანარჩენი დადებით თავის ადგილზე, ისე უკან დააბრუნ. კარგი, 1 2 3 და აქედან ავიღებ მოიცადე ამას ქონდა 10 შეტევა, მე მქონდა 13, ანუ 3 შეტევა კიდე მაგ იმას ამდენი აქვს? მაგას აქვს პლუს 3. პლუს 4. 7. კაი. მაშინ მე ავიღებ ამას. და დანარჩენს დავდებ უკან. კაი, მე მაქვს 4 ფული. Okay. Всё.
მოშ ხო? კაი, ნუ სამართლის თვითონ ბოლო თავად სამართლის დავჩან ბოლო mastermind-ი. მე არაფერი, skim twist-ზე დაქეიოდა Phantom X-ი, რომლის ერთი პერსონაჟიც გაყვა. კარგი, შემოვიდა Ultimate Killing Machine Weapon H-ი, 8 აღირებულების Weapon X სეკვენცია და წვანება რაც using the wound deck, ანუ ვუნდების დასტა აიღო და 6 ბერსეკი გააკეთე. აუ, რამდენი შეტევა შეიძლება აიღოს, წარმოგიდგენია? შეიძლება ბევრი უბრალოდ აიღოს, მაგრამ შეიძლება ნული აიღოს საერთოდ. აი. მე მაქვს 4 რეკრუტი. ესა შუაში ამას. Put these cards as a copy of another hero you play this turn that costs 6 or less. აი, ორ შეტევა ნახევარი, თუ ვუნდი გაქვს ხელშიო, ან this card ფაილში KO და პლუს შეტევა თუ არა და ვუნდი აიღე. აი, ხოლმე გუნდს ავიღებ. და ამის კოპირება არის ეს, შესაბამისად ვუნდი უკვე მაგათ პლუს შეტევა არის, ანუ ეს არის ორ შეტევა ნახევარი და კიდე ერთი შეტევა, ანუ 5 შეტევა, 6 შეტევა. და დავაქეიოვე ეს უკან ისე სადაფერნანეთაც მომიღე 6 შეტევა 4 რეკრუტი 8 შეტევა და ბერსერკს ვერ აკეთებ. დამიჯერე შეგირია ამის უკრა. ვარა. რა ბერსერკს ხო ვერ აკეთებ? ივე ვერ აკეთებ, იმიტომ კარდი არ აქვს სამის. ეს მოგდა. ეს წავიდა აქ და შეგრე დააქეიო შენი გმირიო. შენ ისეთ ფაილდანო დავაქეიო ჩვენი გმირი. 4 რეკრუტი ქონდა, 4 რეკრუტას ვიყიდე ალბათ ამას და ჩვენის და მით მორჩება. და ისევ შემოდის ევანგ abilities. დაიჯერა მასეს რა იქნება. mastermind. Всё. აი, მე მაქვს 2 შეტევა, ბერზერკი. ასე 2 შეტევა და შემიძლია ვუნდი დავაქეიო. კარგი, შემდეგ მე მაქვს არა, ბევრი ისე. ანუ ეგ არის მხოლოდ 4 შეტევა. ეს არის 3 შეტევა, 7, 8, 9 და 11 და 1 ფული. ოკეი. იმას 4 აქვს, ხო? ეს 8 და 4 აქვს. ხო, შანსი არ მაქვს მაგაზე. კარგი. ვერაფერს. მაგას მართლა შანსი არ მაქვს. კი ბატონო. აი, შემოდის Wild Child, რომელსაც აქვს 3 ბერზერკი. მე ვითამაშებ ამ ბარათს, რომელიც მე მგონია რომ ეს ბარათი რომ ვითამაშო, ბარათმა დადო დასარიგებლად დასთავზე და დავდებ აკერ ამ ბარათს. მე ვითამაშებ, ეს არის 2 რეკრუტი, ეს არის 4 რეკრუტი, 5 რეკრუტი და 1 შეტევა და 2 შეტევა და ბერზერკი, რომელიც მაძლევს საშუალებას რომ აგერ ეს ბარათი გადავაგდო, რომელიც რას მე 2 რეკრუტი არ ყოფილა, ყველა გადავაგდე და მიგდია. მაშინ ეს სხვა ჯობია თავზე დავდე, ხო, ამას დავდები თავზე და ამას ვთამაშებდი ასე. Enraging Wound-ი არის Sudden Terror-ი, 2 რეკრუტი მაქვს და მე მგონია რომ დაიხილებიო თუ 7 აღირებულებს რაღაც იყიდიო. 2, 2, 2, 6, 7-ია ზუსტად. ამიტომ ეს KO-დება. ყიდულობ აგერ ამ Merows და 2 შეტევა მაქვს, სულ 2 შეტევა ვფლობ და ამას ვაგდებ. აი, რა ხდება, რომ ზუსტად 4, 5, 6, 7 ჯდება, როცა მაინც და მაინც მაგნაირი არის. კარტები შემოსული. ახლა არის 3, 4, 5, 6. ვერ გავაკეთებ მაგას. კაი. Skim Twist-ი წავიდა ჰალკი რახან წავიდა, გადავარდა ეს და ჰალკი რა იყო, Weapon 8 და Weapon 10 გვეუბნება რომ Ja, da მაგ გონებია რომ თუ აღარ არის გმირის დასტაში if the discard card has the turn შემიძლია გადაადო ხელიდან ასევე იგივე გმირის ბარათი თუ გაქვს ხელში მე მაქვს ხელში იგივე ბარათი და ეოდაჟი 2 მქონია მაგრამ ეს გადავაგდებ ჰალკი არ მქონია რას ჰალკი რა ეს Weapon 8 10 რო არ მქონია Weapon 10 ამ წამს არ მაქვს ნუ მე გადავაგდე მოკლედ ერთი კი ბატონო და გვეუბნება რომ როგორც გამოიწურა Lost in Grief მოკლედ ჩავარდა პატიცემული მაშინ რა ქვია დეპრესიაში შესაბამისად ყველა ბარათი ყველა მის ბარათი დაქეიოდება ხო ჩვენი ხელებიდან რა იცი შეხება
იქ რო ვულვერინი ჩარს და მაგი არ ვაწყობს, იმიტომ რომ ერთი დარჩა ვულვერინი წეს და მაგიც წავა. კაი როის აპტარია ეს. ნუ თითქმის ვარია. ორი დარტყმავდა და მოგდება. But still კარგი, შენი ჯერი. მე მაქვს მოდი ასე ვითამაშებ. ორ ნახევარი შეტევა და ვუნდი მომეცი. მერე ეს კიდე ორი შეტევა და ბერზერკი. ეგ არის კიდე ორი შეტევა, ეს არის 6 ნახევარი შეტევა, ასე ვთქვათ. მერე ეს არის 7-8 შეტევა და 10 შეტევა და 1 ფული. 10 შეტევად მე იმას მოკლავ. სამი ბერზერკი გააკეთე. 1 მე გვარ მომიკავს მაგარი. 4 6 რამდენზეა მაგი? 9. 3. თითქმის ძლივს მოვკალი. მოვკალი? Okay. KO card discarded by a wild child. არა, ეს failure. KO one of the cards you berserk this way that costs 0. 0 და არც ერთი. Okay, წაიღე მაშინ. Wild child-ი მოვკლა. გააქვს რეკრუტი რამე? არა. რა ეს მოითამაშე. მუი ხო, 2 რეკრუტი მაქვს. არა, 3. მე რო შეგიძლია ან დედპული შეგიძლია? მაგ მე. Phantom X-ის 3 brains. ეგ ორი ღირებულება აქვს, ვიფენიქ სეკვენსიაკ და იღებ რეკრუტებს თუ 3 რეკრუტი მაინც აიღებო, დრო ხარდი გააკეთებ. Phantom X-ი კაიათაც თამაშია. Hellfire Club-ი. მოდი ახლა დავა ინტენსივო და ორ კარტს შემოვიყვან. რატო? იმიტომ რომ უჭირს. უჭირს და ვეხმარები ჩვენ შევყვავს. ანუ ბერსერკსია გაგიჟებულია კაცი და აქ-იქ დარბის. რა შეიძლება. მოკლედ, 2 ნახევარი შეტევა და ვუნც ვიღებ. Yay. მერე 2 შეტევა და კიდე 1 შეტევა, იმეი ხო კი ბატონო, ეს არის 2, 4, 5 შეტევა. Then ეს არის Weapon X sequence. Reveal top 6 card of your deck. Discard all the ones that cost 0 and put the rest back in any order. Weapon X sequence მაქვს სულ რაღაც 3-იანი და 4-იანი, ანუ 5 პლუს 2, 5 შეტევაა ეს და ესენი არის კიდე ეს 3-ია. 8, 10 შეტევა. ზედა 6 კარტი იყო, 6 კარტს ვარ აქვს არჩენი. ნულიანი როლი ვაფშე არა. კაი, დავდები როგორც ამბობთ ისე. ამის მოკლას თუ აპირებ, უნდა გადააწყვეტო. მაგაზე 4 კარტი აქვს. რომელსაც ვერ გავწვევი. მე მგონი. ნახე, მაინც რამდენიანები გაქვს. 1, ანუ აქედან ახლა ბერსერკს რო გავაკეთებ, ამას გადავაგდებ, მე 3 კარტი ერჩება და აქ შევა კიდე 2, ანუ მაქსიმუმ იმატებს 3 შეტევას. Okay, მე რამდენი გამომივიდა? 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, ბერსერკით ეს გამოდის 14 შეტევა. 14 შეტევა მაქვს. 14 შეტევაზე შეგიძლია მოკლა. 4 კარტს მაგდებიებს ის, სხვასია. 2 აქედან არის ეს და ფიზიკურად მაგდენი შეტევა არ გაგაჩნია. მეგონი ვერ ამოვა მაგდენი, სხვასე. მეგონი მაგდენი შეტევა დექში არ გაგაჩნია. მოგე ასე. ეს არის 9 შეტევას გავიდა, არაფერს არ გავიდა და აქედან კიდე ეს დაამატებს და ეგ იქნება. მუნდი ამოვა ახლა. რამდენია ბიჭო აქ? 4. 4-ია თუ 5-ია? 4-ია. 4-ია. ეს შეიძლება დაგეხო. ხო. 4, okay. მოგდა. სრულად. Final blow. Okay, ნუ ასეა თუ ისეა, საერთოდ დამარცხდა. იდეაში ჩვენც კაი დავამატეთ, იქ X23 დავამატეთ, კარგად შეწყვეტდა სხვა იმენთან. ამიტომაც, მოგეთ საერთოდ დამარცხებულია. და დავითვალოთ ხოლები და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. აი, 46 ქულა გამომივიდა მე, 51 გამოვიდა დაჩის და ამით მოგეთ დავასრულეთ საბეთუთის მოღვაწეობა. შემდეგ ორ მასტერმაინდსაც შემოგთავაზებთ აუცილებლად. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ითამაშეთ რა თქმა უნდა მეტი ბორდ გეიმი.